საქალაქო სასამართლოში კი ამ წუთებში 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. Ხდომაზე ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევენ დაკავებულებს სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ლიზი ვეკუა ესწრება სასამართლოს ხდომას, ის დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში მოგუყვება. Დიახთამარ, თითქმის 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს სასამართლოს ხდომაზე, 13 პირის სასამართლოს ხდომაზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი, რომელსაც კითხვები დაუსვეს როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლებმა, ასევე ბრალდების მხარის წარმომადგენლებმაც და ბრალდებულმაც. კი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საბა კორძაიამ, რაც შეეხება ამ ექსპერტს, ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი იმ ექსპერტებს შორის, რომლებმაც სახის ამომცნობი ექსპერტიზა ჩაატარა, უფრო მარტივად რომ ავხსნათ, სწორედ იმ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით და იმ ვიდეო კადრებიდან, რომლის საფუძველზეც დაკავებული არის ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 4 ოქტომბრის საქმეზე 64 ადამიანი და ამჯერად 13 პირის საქმეზე ამ ექსპერტმა 13-ვე მათგანის შემთხვევაში ჩაატარა ექსპერტიზა, რის საფუძველზეც ის ამტკიცებს, რომ ამოიცნო 13-ვე ბრალდებული, რომლებიც ფიგურირებდნენ 4 ოქტომბერს ძალადობაში ათონელის სასახლესთან. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, ბრალდების მხარე თვლის, რომ ამ ვიდეო მტკიცებულებებით, რომელიც გამოკვლეული არის ბოლო დღეების განმავლობაში და ბოლო თვის განმავლობაში სასამართლოს დარბაზებში ყველაფერი ნათელი ხდება, რომ ეს ადამიანები ნამდვილად იმყოფებოდნენ მიხეილ ყავლაშვილის ადმინისტრაციასთან და მათ მხრიდან ჯგუფურ ძალადობას ჰქონდა ადგილი და ასევე ისინი ცდილობდნენ სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობას, ხოლო რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, ადვოკატების პოზიცია ახლაც უცვლელი არის, ისინი თვლიან, რომ ამ საქმეში არ დევს ის მტკიცებულებები და ეს ვიდეო კადრები ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნამდვილად იმყოფებოდნენ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე, აპროტესტებდნენ ქართული ოცნების პოლიტიკას, თუმცა მათ არ ჩაუდენიათ რაიმე ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს შემდეგ დანაშაულად, მით უმეტეს ჯგუფურ ძალადობად ან ბლოკირების, სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობად. ჩვენ ხედავთ, რომ ციხეებში არიან ადამიანები გამოგონილი ბრალდებები მტკიცებულების გარეშე და ასევე ხედავთ, რომ ხალხი ვისაც პოლიციაზე ჯგუფური თავდასხმედება ბრალად გარეთ არის და აკოთი ღონისძიების სახით მათ გირაო შეუყვარდეს. ამ შემთხვევაში კი ადამიანები პატიმრობას შეუდგებიან სასამართლო განაჩენს, რაც არის სრული უსამართლობა, არ არსებობს არანაირი ლეგიტიმური საფუძველი და მიზანი, რომლის გამოც ეს ხალხი დღეს ციხეში უნდა იყოს. როგორც ბრალდების მხრიდან გვაქვს მიღებული კონსულტაცია, დღეს დაიკითხებიან ექსპერტები. რაც შეეხება ჩემი დასაშვების ბრალდების ფეხამაჭავარდენს, მის მიმართ დანიშნული არის ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მაქვს გარკვეული კომუნიკაცია ბრალდების მხარესთან და მათი განმარტებით მომავალ სიტყვამდე ანუ ერთ კვირაში უკვე ეცოდინება პასუხი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. თუ კი დაუშვათ ექსპერტიზა დადებს დასკვნას, რომ არის შეურაცხადი, ასეთ შემთხვევაში მის მიმართ შეწყდება ბრალდების სახე. წინა პროცესზეც ზოგადი სახის ვიდეო იყო წარმოდგენილი ალბათ იმის გამოსაჩენად, რომ ბრალდების ხარისხად ზოგადი კონტექსტი შეექმნა ჯგუფურობის ელემენტის გამოსაკვეთად, თუმცა არც ის ნაწილი ჩანდა, რომ ბრალდებულები შეკავშირდნენ ან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდათ, რომ ეს ორგანიზება მოეხდინა. ამ წუთებში 13 პირის საქმეზე რიგით მეორე ექსპერტი იკითხება, ისიც არის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი, რომელმაც ასევე ჩაატარა რიგ ბრალდებულებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც მან ამოიცნო ბრალდებული პირები 4 ოქტომბრის აქციაზე ყაველაშვილის სასახლესთან, ხოლო რაც შეეხება პროცესის გაგრძელებას, დღეს კვლავ კიდევ 2 მოწმე უნდა დაიკითხოს ამ მოწმეების გარდა, რომლებიც ასევე ჩართულები იყვნენ საგამოძიებო მოქმედებებში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით და ამ ყველაფრის შემდეგ დღეს სავარაუდოდ დასრულდება განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც მოისმინეთ ადვოკატების მხრიდან, ისინი თვლიან, რომ ამ საქმეში არ დევს იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას, ხოლო რაც შეეხება ბრალდებულებს, ბრალდებულები აღნიშნულ ბრალთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობენ.